გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. PSG-ს გამარჯობა და ფრანგული მედიის შეფასება. მარსელინოს ვრცელი ინტერვიუ. რა კომენტარი გააკეთა მიქაუტაძის შესახებ. სიახლეების დაწყებამდე კი თხოვნა დამიფასო ჩრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე თუ ჯერ კიდევ არ ხარ არხის გამომწერი, არ დაიზარო არხის გამოწერა. რადგან ეს სულ რაღაც 2 წამის საქმეა, ჩემთვის კი ძალიან დიდი мотиваცია. მადლობა მეგობარო, თუ ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. ესპანურ გამოცემა AC-ში ვილიარეალის თავკაცის მარსელინოს ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც მას მიქაუტაძის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებას თხოვეს. კერძოდ რამდენიმე დღის წინ ქართველმა ფორვარდმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლალიგაში ტიტულის მოგება სურს და ამისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. რაზეც მარსელინომ შემდეგი კომენტარი გააკეთა. მომწონს ფეხბურთელების ოპტიმიზმი და ამბიცია, რადგან ეს ნიშნავს, რომ სჯერათ იმას, რასაც აკეთებენ. სჯერათ თანაგუნდელების, სჯერათ სამწვრთნელო შტაბის, სჯერათ კლუბის. ამბიცია ყოველთვის მისასალმებელია. იმედი მაქვს, რომ ყველა შეგვიძლია ასე ვიფიქროთ, მაგრამ ჩვენ თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. გვახსოვდეს, რომ თითოეული თამაში განსხვავებული ისტორია, რომ თითოეული მატჩის მოგება რთულია და ამ სეზონის მსვლელობასთან ერთად ეს უფრო და უფრო რთულდება. განაცხადა მარსელინო. ამგვარად ვილიარეალის თავკაცი ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარებაზე ფიქრობს, მაგრამ ფეხბურთელების ამ შემთხვევაში კი მიქაუტაძის ამბიციურობა ძალიან მოსწონს. მე კი გეტყვით იმასაც, რომ ამ ეტაპზე ვილიარეალი ლალიგაში მესამე ადგილზეა 41 ქულით, თუმცა მას ბარსაზე და რეალზე ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. აღსანიშნავია, რომ დღეს ყვითელი წყალქვეშა ნავი მადრიდის რეალს უმასპინძლებს, ამიტომ წინ ძალიან საინტერესო შეხვედრა გველოდება. საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ოსერს დაუპირისპირდა. ლუის ენრიკეს ბიჭებმა მატჩი სტუმრად გამართეს და მინიმალური ანგარიშით 1-0 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მან კი შეუცვლელად ითამაშა და ქართველს გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდა, თუმცა არ გაუმართლა. აღსანიშნავია, რომ საბოლოო გამარჯვებაში ხვიჩამ უდიდესი წვლილი შეიტანა. კერძოდ 79 წუთზე პარი სენ-ჟერმენი დაწინაურდა. ხვიჩამ კი საგოლე შეტევა წამოიწყო და უსმან დემბელე საკუთარი საჯარიმო მოედნის მისადგომებიდან შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა. დემბელემ კი ბრედლი ბარკოლა მეკარესთან პირისპირ დატოვა და პარი სენ-ჟერმენის ახალგაზრდა შემტევმა ანგარიში გახსნა. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველი ფეხბურთელი ბურთს 77 ჯერ შეეხო. ხვიჩამ 45-დან 27 ზუსტი გადაცემა შეასრულა. ერთი საკვანძო პასი გააკეთა და მის წინააღმდეგ წესები 3 ჯერ დაარღვიეს. ასევე კვარამოსელის კარისკენ 4 ჯერ დაარტყა. აქედან კი ერთხელ ზუსტად და 3 ჯერ დაუბლოკეს. პარი სენ-ჟერმენის მარცხენა გარემარბმა 13-დან 6 ორთარ ბრძოლა მოიგო. ასევე 2 წარმატებული ვარდნა ჰქონდა და ბურთი ერთხელ ჩაჭრა. სოფას ხორმა და ჰუსკორტმა კი მისი თამაში 6.9 ქულით შეაფასეს. ასევე კვარაცხელიას თამაში მედიაშიც აქტიურად შეაფასეს. ლე პარიზიანი ლისაბონში გატანილი გოლის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა შთაბეჭდილება ოსერთანაც მოახდინა და საკუთარი მოძრაობებით მეტოქის მესამეში მომენტებს ქმნიდა. დიომანდეს ვარდნა რომარა მერვე წუთზე საოცარ გოლს გაიტანდა. ფუტმერკატო ქართველი ფეხბურთელი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში პარიზელთა შეტევების მამოძრავებელი ძალა იყო. ენერგიით ახსოვს კვარაცხელია თამაშის გახსნას ყველანაირი გზით ცდილობდა, როგორც ინდივიდუალური ოსტატობით, ისე გუნდური თამაშით. მის დასამწუხაროდ ოსერის მეკარეს სერიოზულ პრობლემებს ვერ უქმნიდა. ხოლო მეორე ნახევარში მობილური შემტევების შემოსვლის შემდეგ თანაგუნდელებისგან ბევრად მეტი თანადგომა ჰქონდა. ეკიპი მას ტალანტი აქვს, ეს ვიცით, თუმცა ასეთ მატჩებში, როდესაც PSG თითქოს ძალებს ოგავს, ეს ძალიან ეპიზოდურად ვლინდება. რამდენიმე გარღვევით მეტოქეს პრობლემები შეუქმნა და ლეონმა არ გაატანინა. მისი კუთხურის შემდეგ კი რამუს შანსი ჰქონდა. წერია გამოცემაში. აღსანიშნავია, რომ ხვიჩას ენრიკე დაცვაში ჩამოსვლას ავალდებულებს, რითიც ხვიჩას შეტევის პოტენციალი იკარგება. ასევე ყოველ შეხვედრაში აქეთიქის სირბილით, რა თქმა უნდა, დიდი ენერგია იხარჯება და შეუძლებელია ყოველ შეხვედრაში იმ ენერგიით და мотиваციით იყო, რასაც მისგან ითხოვენ. სწორედ ამიტომ გასულ სეზონებში ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშის შემდეგ კვარაცხელია ბოლო თვეების განმავლობაში პარი სენ-ჟერმენში ნაკლებად შედეგიანი გახდა. ფრანგულ პრესას კი ეჭვიაქვს, რომ ამან მისი მწვრთნელის ლუის ენრიკეს გაღიზიანება გამოიწვია, რის გამოც მან სპორტინგთან მატჩი ქართველი სათადარიგოთა სკამზე დატოვა. აღსანიშნავია, რომ ხვიჩას აქტივში 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემა, თუმცა ციფრებს მიღმა 24 წლის თავდამსხმელი ტოვებს შთაბეჭდილებას თითქოს ის თამაშებს არჩევს და სწორედ ამას უსვამს ხაზს გამოცემა ლე პარიზიანი. კვარაცხელია ხანდახან შიდა ჩემპიონატის მატჩებში უფერულია, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრებში სრულიად გარდაიქმნება ხოლმე და დომინირებს. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად თავისუფლად გრძნობს იგი თავს ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის გაჟღერებისას, სპორტინგთან მისი სკამზე ყოფნა გასაკვირი იყო. შესაძლოა ლუის ენრიკე მას იმას საკვედურებს, რომ ლიგა 1-ის მატჩში ლილის მარჯვენა მცველს ტიაგო სანტოს სათანადო პრესინგი არ გაუწია. მეშვიდე ნომერი კი ამ სეზონში არასტაბილურობას დაუმეგობრდა. წერს ფრანგული გამოცემა. მე კი შეგახსენებთ, რომ PSG მომდევნო შეხვედრას 4 შაბათს
ჩემპიონთა ლიგაზე ნიუკასლის წინააღმდეგ გამართავს. ამიტომ იცამ შეხვედრის ანგარიშს გამოიცნობს ის შემდეგ ვიდეოში მოხვდება. მე კიდევ ძენ იმასაც, რომ ხვიჩას ჩემპიონთა ლიგაზე კარგი სეზონი აქვს. მოგეხსენებათ ლიგის ფაზის მე-7 ტურში კვარაცხელიამ გიორგი ხოჩერაშვილის სპორტინგის კარში გაიტანა. თუმცა ვინაიდან მან ცოტა ხანი ითამაშა, კვარაცხელია შეფასება ჰუსქორზე მაღალი არ იყო. მაგრამ ამის მიუხედავად, ეს საკმარისი გამოდგა, რომ ქართველი გარემარბი ჩემპიონთა ლიგის ელიტაში დარჩეს. ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე კვარაცხელიამ 6 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. მისი საშუალო შეფასება კი 7.66-ია. ეს კი ამ ტურნირზე მე-9 საუკეთესო შედეგია. როგორც ხედავთ, პარი სენ-ჟერმენიდან ათეულში მხოლოდ კვარაცხელია. ეს კი რა თქმა უნდა ბევრ ამაზე მეტყველებს. 1 მილიარდი ევრო. რამდენად რეალურია ვინისიუსის ეს ტრანსფერი? ახლოვდება თუ არა დასასრული? რონალდუს წასვლის სავარაუდო თარიღი ცნობილია. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრისტიანო რონალდუ 5 თებერვალს 41 წლის ხდება. თუმცა ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცით რამდენ ხანს აპირებს იგი ფეხბურთის თამაშს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუ ალ-ნასრს 2027 წელს დატოვებს, რაც აგრეთვე შესაძლოა მისი კარიერის დასრულებასაც ნიშნავდეს. რონალდუს არაერთხელ უთქვამს, რომ 2026 წლის მუნდიალი მისთვის ბოლო დიდი ტურნირი იქნება. ასაკიდან გამომდინარე, მას ალ-ნასრის თავკაცი ჟოზე ჟესუსიც მაქსიმალურად ურთქილდება და ამ სეზონში ჩატარებული 26 მატჩიდან ისევ ხშირ დაასვენა. პორტუგალიელის მთავარი მიზანი 1000 გოლიან ნიშნულზე ასვლა, რასაც მას მხოლოდ 40 გოლი აშორებს. ხოლო თუ TalkSport-ის ჟურნალისტ ბენ ჯეიკობს დავუჯერებთ, კრისტიანო ალ-ნასრს სავარაუდოდ 2027 წლის ზაფხულში დატოვებს. ალ-ნასრიდან წასვლის შემთხვევაში კი დიდი ალბათობით რონალდუ პროფესიონალურ კარიერასაც დაასრულებს, რისთვისაც საუდის პროლიგა საგანგებოდ მოემზადება. იმიზნით, რომ რონალდუს წასვლის მერე არაბული ფეხბურთისა და ლიგის მიმართ გლობალური ინტერესი ძალიან არ დაეცეს. ამიტომ წლევანდელ ზაფხულს ისეთი ფეხბურთელების წაყვანა შეეცდებიან, როგორებიც მოჰამედ სალაჰი, ბრუნო ფერნანდეში, კაზემირო, რობერტ ლევანდოვსკი, ვინისიუსი და სხვები არიან. საუდის არაბეთის კლუბები მომდევნო ზაფხულისთვის კიდევ ერთი შტორმისთვის ემზადებიან. უკვე არც ისე ცოტა ხანია ვინისიუს ჟუნიორის მომავალი მადრიდის რეალში ბუნდოვანია. ზოგადად ბრაზილიელს სუდი სეზონი აქვს. სამეფო კლუბის გულშემატკივრების კი მას მკაცრად აკრიტიკებენ. ასევე განსაკუთრებით აიძაბა სიტუაცია რეალსა და ვინისიუს შორის ჩაბი ალონსოს მწვრთნელობისას. ეს კი როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა იგრძნობოდა. ამ ყველაფრის ფონზე კი ცნობილი რეპორტიორი ბენ ჯეიკობსი ავცელებს ინფორმაციას, რომ საუდელები მზად არიან მას სეზონის ბოლოს მეგა კონტრაქტი შესთავაზონ. წყაროსნობით ეს კლუბი ალ-აჰლია, რომელიც აპირებს, რომ 25 წლის ფეხბურთელს 1 მილიარდ ევროიანი ხელშეკრულება გაუფორმოს. ჯეიკობსი ასევე წერს, რომ საუდელებსა და ვინისიუს შორის მოლაპარაკებები 1 წელზე მეტია მიმდინარეობს. მადრიდის რეალს მასთან კონტრაქტის გაგრძელება სურს, მაგრამ ეს ამბავი ალონსოს დროს ეჭქვეშ დადგა. პროლიგაში ახლა ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, როგორების კრისტიანო რონალდუ, კარიმ ბენზემა, ნგოლო კანტე, ფაბინიო, კინგსლი კომანი და სხვები არიან. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვინისიუსმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მონაკოსთან გოლი გაიტანა და 2 ასისტი შეასრულა. რაც შეეხება რეალს, მას შემდეგ, რაც კლუბმა ალონსოს ნაცვლად არბელოა დანიშნა, ამან ვინისიუს ხასიათი გამოუკეთა, რადგან ესპანელი სპეციალისტი ბრაზილიას სრულად ენდობა და მას მოედანზე თავისუფლებას აძლევს. თუმცა თუ ვინ ჩაიბარებს სეზონის ბოლოს მადრიდულ კლუბს, ეს ჯერ კიდევ უცნობია. ასევე ცოტა ხნის წინ ვინისიუსის შესაძლო წასვლაზე თავად არბელოამაც ისაუბრა. ეს შემზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ცხადია, იმედი მაქვს, რომ ის აქ ისტორიის შექმნას გააგრძელებს. იმედი მაქვს ის, რაც მონაკოსთან ვნახეთ, რაღაცის დასაწყისია. ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, მაგრამ ჯგუფმა თავმდაბლობა და ზრდის სურვილი გამოავლინა, ამბობს არბელოა. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კითხონა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.